Vlogis შესავალი ყოველთვის არის ხოლმე გზიდან, მაგრამ დღეს მოგესალმებით დაჩისთან ერთად. დაჩი მიესალმე, გამარჯობა უთხარი? და. ბარო. და ვეცდები გაჩვენოთ ლამაზი კადრები. ჩვენ იდეაში გავჩერდით ახლა ენგურჰესზე, მაგრამ შუქი არ არის. და შუქი არა მარტო ენგურჰესზე, არამედ არსად არ არის. ეს ჩემი დიშვილი მორგის. არსად არ არის საერთოდ თელ საქართველოში არის შუქი გამართული ზიპლაინით. უნდათ ჩამოსრიალება მიარა, რა თქმა უნდა და ვერაო. დაჩი. ნახე რა მაგარი ფოტო. მოგწონს აქაურობა? ჩვენ ახლა გავჩერდით ბარჯაში. ეს შეიძლება სამადგიოს ხოლმე მეორედ. ერთხელ ბავშვობაში და ბავშვობაში რა მე-11 კლასში რომ როგორ გავიზარდე უკვე ეს ჩემი დისაკვალია უბრალოდ. ყავი ვიყიდეთ. ეხლა ჩვენ გავჩერდით მეგობრებო ცოტა ხანი რომელიღაც სოფელში არ ვიცი აქ რომელი სოფელი მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილი. და მანქანამ გამიფუჭა კადრი. მადლობთ. დაჩი. მოგწონს აქაურობა? კი. ბუნება ლამაზია? კი. საჭმელი გშია? კი. დეიდა გიყვარს? ავაგუდია? არა, ავაგუდია არ მოვა. დეიდა გიყვარს? კი. კიდე ვინ არის წამოსული სვანეთში ჩვენთან ერთად? დადუალა. ვინ? დადუალა. ნინო ნაცლია? კი. კიდე? და. დედა კიდე? ნანო არ მე. ესე მეგობრებო ჩვენ ვსეირნობთ აქ საყვარლად. მართალია დაჩი ცოტა მძიმეა, მაგრამ ისე ვუძლებ როგორც გმირი დეიდა. დაჩი. ეხლა დაგააპდეიტებს მეგობრებო. მოვიდით სახლში, ცოტა საჭმელი ვჭამეთ. მე აღმოაჩინე რომ ჩემი უძულფასესი კურსებიც არის მესტიაში, ჩემთან ძალიან ახლოს და საღამოს ალბათ მაგასაც გაჩვენებთ, როგორ გავალდა აუცილებლად ვნახავ. აი ეგ სასტუმროში დაჩი გვილაგებს სახლს. ოჩახ დაჩი. კიდე მოწმინდე. ოჩახ, კარგი ბიჭი ხარ. ახლა დადე ეყოფა. ჩვენ ახლა მოვიდით მიხეილ ხერგენის მუზეუმში. ჩვენ დავთვალიერეთ მეგობრებო, მე არ ვიცოდი ეს კაცი ვინ იყო. ეს კაცი ყოფილა თაზე მცოცავი, საკმაოდ ისეთი დასწაული, რომ მის რეკორდი ჯერაც არ მოუხსნე ძალიან ბევრ ადამიანს, როგორც გითხრეს. და ასევე ელიზაბეთ მეორის მისთვის უწოდებია კლდის ვეფხვი. ანუ მე კი ვეების მეშინია და ვერჩევა. საჩავიდნენ. თავიდნენ და ვეღარ ჩამოდიან მგონი. და მე არ ვსულ ვარ. რა თქმა უნდა. ამ კიბეს შეხედეთ. აქ პროვიდე როგორ უნდა ჩამოვიდე. წარმატებები მეგობრებო ყველას. ორივეს გვეშინია სიმაღლის მე და მარიამს და ორივეს გვაიძულებენ რომ ავიდეთ. ეს მიმაგრებულია ეს კიბე? მიმაგრებული. არა? მიმაგრებული. რა მიჭედებული? აუ. ამოდი ხო? აია. ანუ მაგა. ღირს ამოსვლა? ცუდადა. რატო და სიცოცხლე გამწირო? აი მაშინ არა. მიგურად მეშინე. აი, კოშკი როგორ არის? კოშკვა როგორ უნდა შეგაშინოს? აი.
არა, შანსი არა იქითაა გადაქანებული, ვერ დაქანდება. კი, შანსი არ არის, მაგრამ შენც იქით აწვევი. ут პროგრესი გვაქვს სერიოზული. ანუ არ ვიცი ხალხო, მე დავცინი, მაგრამ ეს ადამიანი გავიდა. ეს ადამიანი ავიდა, ხერგიანს თუ უძლებდა, ხა შენ ვერ გაგიძლებ? დათვალეთ ერთმანეთი ხო არ გაგიძლებ? თქვენ ადგილზე ხედავთ, შემდეგ გადარჩენილს ვეკავ. დაზარალებულია, ამჯერად მოემართება მიწისკენ. ამჯერად ვართ სვანეთის მუზეუმში, სადაც ეცნობით ეთნოგრაფიულ არტეფაქტებს. ვიურებ, აქ ჩემკან არის ძალიან ძველი და სხვადასხვა იმპერატორების და მეფეების და დიდებულების მონეტები. სელჩუკების, ალექსანდრე მაკედონელის, ბიზანტიის იმპერატორი ირაკლის თუ ტრაპიზონის იმპერატორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამჯერად ვართ ეშკილის ქოხებში და უნდა დავავადოთ რიგს, რომ საქანელზე დავსხდეთ და გადავიღოთ რაღაცები არა სხვადმა. ეხლა ვართ ეშკილის ქოხების ტერიტორიაზე და სვანეთის მთებს უყურებ. მე მგონი ჩემი ლაპარაკი ზედმეტია, მეგობრებო, მე მივხვდი, რომ ამ ვლოგში ჩემი საუბარი ზედმეტია. უბრალოდ უნდა გაყურებინოთ კადრები. ეხლა მე ჩემს ვლოგში მოვახვედრებ ელიკოს და ელიკოს მეგობარს, ჩემთვის ახლად გაცნობილ ელენეს, რომელიც გვას პენზლობს და რომელმაც გაგვკეთა ეს იდეალური ყავა და ეს არის მოცხარი, მეგობრებო, რომელიც მე პირველად ნახე, მაბატიეთ სვანეთში დაკრეფილი მოცხარი. და ეს ვარ მე ვიცნობ. ეხლა ხო ვიყავი ჩემ მეგობართან და ეხლა მივიდივარ სახლში. მითხეს რომ გაგაცილებთ, მაგრამ მე ვთხარი რომ არა. იმიტომ რომ საუკეთესო შეგრძნება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთ ლამაზ ადგილას, სადაც არ დაბადებულ ხარ, სადაც არაფერი არ გაგავშენებს ამ ადგილთან, შეგიძლია ესე თავისუფლად ისუნთქო, ისეირნო და თან პარალელურად არავინ გიცნობდეს. ეს არის პირველი კოშკი სვანეთში, სადაც გავბედე შენით შემოსვლა. მაგრამ ზევით ვერ ავდივარ. მიშინია. ახლა ბიზნეს ვაფრენ. მე და ჩვენ ვიმყოფებით ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას, ანუ შტულში. თუ საქართველოსაც გავითვალისწინებთ ევროპაში, მაგ შემთხვევაში გამოდის ყველაზე მაღალი ადგილი. აი
ხალხო ეხა იღებდა ერთი ქალი ფოტოებს თავისით და მეთქი დაგეხმარებით თქო და ფოტოს რო ვუღებდი შევატყურო ტელეფონზე წარწერა დაიწერა თურქულად გაცხელდაო ტელეფონია და ვეღარ გადაიღებსო და მე ეგრევე ვკითხე ქალს თურქეთიდან ხართ მეთქი და კიო და მე თურქულად მოვაპარაკე და ძალიან კარგად საუბრობო და ძალიან გამიხარდა სად ისწავლეო და იმენა გაუკვირდა რომ უთხარი ეს იმენა მაპატიეთ ლოგშამს მე მეკითხა სად ისწავლეო და მეთქი სერიალებიდან ვისწავლე და ყველა მაგას ამბობსო და ძალიან მიყვარს როგორ სწავლობ სერიალებიდან თურქულს მე ქართული როგორ ვისწავლო სერიალებიდან მეთქი ქართული ძალიან რთულია ჩემო კარგო აი ესენი ხო ადგილე რო გავიგე ხო და ჩემო კარგო ხო და ჩემო ძმაო ჩვენ არ საერთოდ გონოჩი გვიდები ხარი და გაგვები მაშინ მე მარტო გონოჩი არა გაგა მე არ მე არ ვამთვრალი ხოდა რომ მოუწოდოჩი ზელი ამდენი იდიოტი ჩემს დიშვის ძინავს ჩემ დიშვის ძინავს ჩემ დიშვის ძინავს გოგო მეგობრებო ეს არის ბლოგის ერა და ბლოგის დასასრული ხვალ იქნება ეს არის ჩემი არცისე ბოლოჭექა მე ვსვავ ჩემი მეგობრების ჩემი ძმაკაცების უთოს და ლუკას სადღიმსას და ძალიან მიყვარხართ მეგობრებო მინდა გითხრათ აი ვიღაცამ მომწერა მე ვნახავ ამ SMS-ს თვალი შაბაჭუნებაო და ლამასოგოს კოცნამიღოს თვალი შაბაჭუნებაო და